აქცია გურჯაანის რაიონში ვაზისუბნისა და შაშენის მოსახლეობამ დღეს კომპენსაციების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მოაწყოს. ადგილობრივი ხელისუფლების სტიქიის დაზარალებული ოჯახებისთვის დაპირებული კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. გლეხები აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო ისინი საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ იწყებენ. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად თელავი, ბაკურციხე, თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეთვაც სცადა, მაგრამ საბრძოლო პოლიცია მათ ამის უფლება არ მისცა. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილზე მივიდნენ გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლებიც, თუმცა როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, კომპენსაციების გაცემის ზუსტი თარიღის შესახებ მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი მაინც ვერ მიიღეს. სტიქია კახეთში 19 ივლისს მოხდა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა რეგიონში მაშინ ასობით ოჯახი დააზარალა. ვაზი არის მიწაზე გართხული. მიწაზეა ვაზი. ის ვაზი თუ ფეხზე არ დადგა და არ მიეხედა, ეს ვაზი სამუდამოდ გაქრება. ამისათვის ჩვენი მოთხოვნა არის, რომ თუ გვაძლევენ ამ დახმარებას, მოგცენ. ბიძინა ივანიშვილისა ყველაფერი მჯეროდა, მაგრამ დღეს უკვე იგრე ვარ მე გამწარებული ადამიანი, რომ მე იმისი უკვე არაფერი აღარ ამჯერა. რატო? იმაზე რომ რაც შეგვპირდა, თუ ესე იგი უნდა მოეცა, ხო უნდა მოეცა. ეს სიტუაცია გავს იმას, ახალგაზრდა მეუღლე კაცი თავის ცოლს რომ ეუბნებოდეს, რომელიც ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე მშობიარობას აპირებს, ჰა დროზე შობეო.